იეშულის კლინიკაში შესულმა ინვესტორმა დღეს ქართულ მხარეს ისე ვერ წარუდგინა დაპირებული დოკუმენტაცია, რომ დაწესებულებაში Universal კლინიკის ოფიციალური წარმომადგენლობა შედის. ჯანდაცვის სამინისტროში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი არანაკლებ დაძაბული აღმოჩნდა, ვიდრე პირველი შეხვედრა დავით სერგეენკოსთან. საუბარი თურქული მხარის ინიციატივით შედგა. რატომ მოუხდა მინისტრის მოადგილეს აზიმ ოფთლუოულუსის წითელი ჯვრის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი პრინციპების შეხსენება ნახეთ ქეთი ბერაიას სიუჟეტში. საკუთარი თავის და Universal კლინიკის გაცნობა კომპანიის დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა მოწილემ იმ ფრაზით დაასრულა, რასაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მკვეთრი რეაქცია მოყვა. რელიგია, სქესი, ენა, ფერი და ფინანსური კლასიფიკაცია. ამ საკითხებს არ ექცევა ყურადღება. მთავარია მომსახურება. ხალხო, ნუ გადავრიეთ, მამლუქების დრო დამთავრდა, აღარ არის ეს თემა. ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აქ ჩვენ გვჭირდება რაღაც თეორიული საკითხების განხილვა. რელიგია, რომ ეს თემა არ არის, ამას მეც დაგიდასტურებ. შეხვედრა თავად თურქული მხარის ინიციატივით შედგა იეშულის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ და მოლაპარაკებებზე წარმომადგენლობითი დელეგაციით იყვნენ წარმოდგენილნი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მათ კონკრეტულად განუმარტა, რა კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი ინვესტორთა წარმომადგენლის ბავშვთა კლინიკაში მოქმედებისას და არაერთხელ სთხოვა ინვესტორებს კონკრეტული საინვესტიციო გეგმის წარმოდგენა, ისევე როგორც მათი, როგორც Universal კლინიკის წარმომადგენელთა დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წარდგენა თქვენი ეგრეთ წოდებული ინიციატივის, ბიზნეს ინიციატივის და იმ ტექნოლოგიების არასწორად მოხდა, როდესაც არაექიმი ჩაერია სამკურნალო საქმეში, რაც ჩვენ ქვეყანაში ისჯება კანონით. ველოდები რომ რაღაც ამ ბიზნეს განაცხადს მხატვრული ფორმას კი არ მიცემენ, რაღაც კონკრეტულ თემაზე ვისაუბრებთ. ბატონი თექინი პირველ ეტაპზე გამოგზავნილი იყო როგორც წარმომადგენელი, მაგრამ მომდევნო ეტაპზე უკვე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის გამოგზავნას უგეგმავდით. შემდეგ ეტაპზე შესაძლოა ბატონი თექინიც შეიცვალოს. ამ საქმის სათავეში უნდა იყოს ექიმების ჯგუფი, როგორც საქართველოსთან, ასევე თურქეთიდან. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის მწვავე კრიტიკა მოყვა კონკრეტულ გეგმებზე საუბრისას ინვესტორთა მხრიდან საპრეზენტაციოდ მხოლოდ სოციალურ ქსელ YouTube-ზე განთავსებულ მასალასაც. მინდა გაჩვენოთ ჩვენი კლინიკების კადრების საზღვარგარეთ სუდანში, თეირანში. ჩვენი მიზანია საქართველოშიც ანალოგიური პირობების შექმნათ. არა მარტო ტექნიკურად დავჭურვოთ, არამედ კადრებით გადავამზადოთ თურქეთშიც, თუ ეს საჭირო გახდება. მერწმუნეთ, რომ YouTube-ზე განთავსებული მასალა ყველაფერი ვერ ნახოს შეიძლება ადამიანმა. იმაშიც მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში YouTube-დან არ სწავლობენ არც მედიცინას, არც ტექნოლოგიას და არც ჯანდაცვის მოწყობის სფეროს. საბოლოოდ Universal კლინიკის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის უწყებას შესთავაზეს კონკრეტული გეგმის წარმოდგენა და ყოველ ეტაპზე აქტიური თანამშრომლობა, თუმცა ჯანდაცვის უწყებას თავისი პირობები აქვს. მე ჩემს საუბარში ნამდვილად არ მიგულისხმია და არ დამიფიქსირებია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის თანამშრომლობისათვის. ვითანამშრომლოთ არა, ვისაუბროთ თანამშრომლობაზე და საქმის ერთად კეთებაზე, სულ მცირე ერთმანეთს უნდა გაუზიაროთ ჩვენ შესახებ ინფორმაცია. Universal კლინიკის წარმომადგენლები ამ ეტაპზე 5 კლინიკის შესყიდვის პროცედურას ასრულებენ. ერთი სამშობიარო და 4 ბავშვთა საავადმყოფო. დღეს მათ შეხვედრაზე ისიც განაცხადეს, რომ კიდევ ერთი რეფერალური საავადმყოფოს შეძენას ურთ. თუმცა კითხვაზე, რა ოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ ისინი უკვე შეძენილ კლინიკებში, პასუხი არ აქვთ. ამასთან თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ კლინიკებს თავად თურქეთში ფინანსური პრობლემებიც აქვთ, რასაც ნაწილობრივ ადასტურებენ კიდეც. ინვესტიციების ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის. იმედი მაქვს, არ გამიკვირდება ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს მიერ შეძენილ კლინიკებში დაგხვდება. წინასწარ არ ვიცი, რა თანხაზე იქნება საუბარი. პარალელურად კი ჯანდაცვის აუდიტის სამსახურმა ინვესტორთა მიერ შესყიდული ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპში შემავალი 5 კლინიკის შემოწმება უკვე დაასრულა. მფლობელობის, წარმომადგენლობის, თვითონ დაწესებულების სანებართვო პირობების და ყველა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეალიების გათვალისწინება მონიტორინგის ჯგუფის მიერ. წარმოებები რა თქმა უნდა გამოვლინდა, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნადრევია. როდის შედგება შემდეგი შეხვედრა ცნობილი არ არის. თუმცა მორიგ მოლაპარაკებებზე უკვე ცნობილია, რომ ინვესტორებმა კონკრეტული გეგმები და ოფიციალური დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. მათ მიერ შესყიდული ბავშვთა კლინიკების ექიმები კი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შეხვდნენ და თავიანთი პირობები გააცნეს. თვითონ კოლექტივის პოზიციაც ხალხსახარი, კოლექტივი არ აპირებს ამ ხალხთან ერთად თანამშრომლობას და ერთხელსაც კი არ იქნება ჩვენ შორის ვერ შედგება ვერანაირ თანამშრომლობა. ჯანდაცვის სამინისტროში საკითხის განხილვა გრძელდება.